ანტიქრისტეს ბეჭედი, რას გვეუბნება იოანეს გამოცხადება? იოანეს გამოცხადება, ანუ ეგრეთ წოდებული აპოკალიფსი, ბიბლიის ყველაზე მისტიკული და ამავდროულად შემზარავი ნაწილია. მასში აღწერილია კაცობრიობის უკანასკნელი დღეები და ანტიქრისტეს გამოჩენა, რომელიც მსოფლიოზე ძალაუფლების მოსაპოვებლად ადამიანებს ეგრეთ წოდებულ მხეცის ნიშანს, ანუ ბეჭედს დაასვამს. ტექსტის მიხედვით, ეს ნიშანი მარჯვენა ხელზე ან შუბლზე იქნება აღბეჭდილი და მის გარეშე ვერავინ შეძლებს ვერც ყიდვას და ვერც გაყიდვას. ეს არის სისტემა, რომელიც ადამიანის სრულ კონტროლსა და ღვთისგან მის განდგომას გულისხმობს. საუკუნეების განმავლობაში ადამიანები ცდილობდნენ ამოეცნოთ ეგრეთ წოდებული მხეცის რიცხვი 666. თანამედროვე ეპოქაში ეს წინასწარმეტყველება ახალ მნიშვნელობას იძენს. ბევრი მას ციფრულ ტექნოლოგიებს, ჩიპებსა და გლობალურ ეკონომიკურ სისტემას უკავშირებს, სადაც ადამიანის ყოველი ნაბიჯი კონტროლდება. თუმცა სულიერი თვალსაზრისით, ანტიქრისტეს ბეჭედი არ არის მხოლოდ ტექნიკური საშუალება. ეს არის ნებაყოფლობითი არჩევანი, როდესაც ადამიანი მატერიალური კეთილდღეობის სანაცვლოდ უარს ამბობს სულიერ თავისუფლებაზე. იოანეს გამოცხადება გვაფრთხილებს, რომ ეს იქნება უდიდესი გამოცდა კაცობრიობის ისტორიაში, სადაც ზღვარი სინათლესა და სიბნელეს შორის უკიდურესად დავიწროვდება. როგორ ფიქრობთ, ანტიქრისტეს ბეჭედი რეალური ფიზიკური ნიშანი იქნება თუ სიმბოლური გამოხატულება ადამიანის სულიერი დაცემისა? გამოიწერეთ არხი დროის